მთვარის ანომალიები. ხელოვნური თანამგზავრების მიერ გადაღებულ მთვარის ზოგიერთ სურათზე მის ზედაპირზე უცნაური ობიექტები დაიკვირვება და ჩნდება აზრი, რომ მთვარეზე ხელოვნური კონსტრუქციები არის, რომლის ზომები რამდენიმე მეტრიდან 1 კილომეტრიან ობელისკებამდე მერყეობს. პარანორმალური მოვლენების მოყვარულებმა ამ ობიექტებს შორის სასახლეებიც კი იპოვეს, რაც ადრე მთვარეზე მაღალგანვითარებული ცივილიზაციის არსებობაზე მიუთითებს. მათი განცხადებით, ოდესმე გიფიქრიათ, რატომ შეწყვიტეს ასტრონავტებმა მთვარეზე დაშვება, ან რატომ არ ვცდილობთ მთვარეზე ბაზის აშენებას. ეს ხომ უფრო ადვილი იქნება, ვიდრე მცურავ კოსმოსში სადგურის გაკეთება. თანაც მთვარეზე დიდი რაოდენობის ნედლეულია. NASA-ს ასტრონავტის ნილ ამსტრონგის თქმით, უცხო ცივილიზაციას ბაზა აქვს მთვარეზე, რომელთაც გვითხრეს, რომ მომშორებოდით მთვარეს. 1979 წელს მორის ჩატლეინმა NASA საკომუნიკაციო სისტემის ყოფილმა უფროსმა დაადასტურა, რომ ამსტრონგმა ნახა 2 კოსმოსური ხომალდი მთვარეზე. მან განაცხადა, რომ ამის შესახებ NASA-ში ყველა მიცოდა, მაგრამ დღემდე არავინ საუბრობს ამ თემაზე. საბჭოთა მეცნიერებიც თავიდან ადასტურებდნენ მომხდარ ინციდენტს. ჩვენი ინფორმაციის მიხედვით, მთვარეზე მოხდა შეხვედრა უცხო ცივილიზაციასთან აპოლო 11-ის დაждომის შემდეგ. ნილ ამსტრონგმა გადმოგცა მესიჯი, რომ ის ხედავდა 2 უცხო ობიექტს მთვარეზე. NASA ამ უცნაურ თეორიას არც უარყოფს და არც ადასტურებს. ერთ-ერთი ყველაზე საოცარი და ამავდროულად ყველაზე სახიფათო ნივთიერება მთვარეზე მთვარის მტვერი არის. ქვიშა დედამიწაზე ყველგან აღწევს, მაგრამ მთვარის მტვერი მეტად სახიფათო სუბსტანციაა. ის ფქვილს გავს, მაგრამ ამავდროულად ძალიან უხეშია. საკუთარი ტექსტურის და მთვარეზე დაბალი გრავიტაციის წყალობით ის შეუფერხებლად აღწევს ყველგან და ყველაფერში და შეუძლია როგორც სკაფანდრის, ისე ხომალდზე არსებული ტექნიკის მწყობრიდან გამოყვანა და კიდევ მას დამწვარი დენთის სუნი აქვს. იმის მიუხედავად, რომ მთვარის გრავიტაცია დედამიწის გრავიტაციის 1/6-ია, მის ზედაპირზე გადაადგილება ნამდვილი გმირობის ტოლფასია. როგორც ასტრონავტები ამბობენ, მასზე დასახლების შექმნა მეტად რთული იქნება, რადგან ადამიანის ფეხი მთვარის მტვერში თითქმის 15 სანტიმეტრზე ეფლობა. დაბალი მიზიდულობის ზალის არსებობის მიუხედავად, ადამიანის ინერცია მთვარეზე მაღალია, ამიტომ სწრაფად მოძრაობა და მიმართულების შეცვლა იქ ძალიან რთულია. გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი. ლინკი ჩაშენებულია მთავარ გვერდზე YouTube-ის სიმბოლო აიკონში.